რა შევითხარ ხო როგორ ხართ? მოკლედ დღეს მინდა დავარეაქტო ახალი ბეთლი დოუბზი ვუს ვილენი და მოკლედ გავეშვათ რა. ნახოთ. რა შემოგთავაზებენ. პირველი რაუნდი ვილენი. განვიხილოთ დეტალურად. განაირად მოახერხე 27 წლის ამ დაბერება, მაგრამ დაიკიდე გული არ ბერდება. კიდე ერთი გვამი ავიკიდე რთული არის გაჩერება, შეუძლებელია ამის დაჯერება. ჩემი ოპონენტი არის ჩემი აიდოლი, ზუკა მაქსიმუმი აკაპელას აიკონი. მოიცა ეს ბეთლი ხო ბიცე ტარდება, დიჩი რა ხდება? 27 წლის პენსიონერი MC პენსიიდან დააბრუნეს, მაგრამ რაღაცა მაგარი ბითი არის რა რაღაც. განსხვავებული არის ცოტა. აი PvP-სგან კარგად განსხვავდება PvP-ის ბითებისგან. ისევ უკან გავაბრუნებ, დავასრულებ, დავანახებ ამას ვერსი როგორ უნდა წერო, მე უფრო გავართულებ, გავანულებ ამის შანსებს, ეს სახე არის დოკუმენტი, ხო და ბეჭედს ვარხამ თავად ვადასტურებ, ვადა გაუვიდა და ოკეი, ეს კარგი იყო. არ არის კარგად, მაგრამ ამის საშლის კოდი ვიცი ჩავწერ და გავანადგურებ. მე ვარ ამ ფინალის რეჟისორი, არ ჭირდება რევიზორი, ვერ ვიპოვე ჩემი სწორი, ანგარიში ბევრით ნოლი, გგონია რომ თავარია შენი როლი, ერთი ქოლი შევუკვეთე ქათმის როლი, დიჩი მზუკა მომიტანა ვადა გასული თან პერსპექტიული ვარსკვლავი ამომავალი, თურმე DNM-ის ტესტი ჩაუტარებია და ყოფილა დინოზავრის პირდაპირი შთამომავალი, ანუ ქათამი, ხო და აქ ქათამის მოს აი ეს თუ დაამუღამეთ რა. წეგან ვერ დავიჭირე კარგად ეს მომენტი, ანუ ქათამი და ხო და ქათ ამის მოსმენ, ანუ ქათ რა მოჭრა ინგლისურად. ქათ ამის ეს კარგი იყო. მენის თავი არ მაგ სუკაძის ნაწარმია ქათმის კლინჩი ამოვლებული, სუკას რამდენი სეზონოვი აქვს წამოღებული. აი ეს ძის ნაწამზე როგაბას და რაღაცეები ან მოხალამბებში რაღაცა რა. რომელიღაცა სანტი რომელიღაცა იყო, კაროჩე ძის ნაწამი. გაჭორებია თავისივე აგორებული, სუკა მერვე კლასელია ლოვეს დაშორებული, როგორი შედევრი დაგვიდო მუზარო ეწვია, მარა ერი მზად არ იყო ვერ დაეწია, ბუნება პეპლები ჩიტების ხმა, დინარე გიმღერისია უნანასა. ეს არის ფიტში პელე არის, ზუკა არის და მესამე ვინ არის ვეღარ ვიხსენებ. დათომეზია თუ ნუზაძე აღარ მახსოვს. და შენი პოზიტივი ღრუბლებს დება, ტრედი წერილს მოგიტანს ხვალეს უკაკუდება, ბუნება პეპლები ჩიტების ხმა, დინარე გიმღერისია უნანასა. ყველა ერთად აი მეც ენემი არის, ეხა გამახსენდა აი პელეს მისავღერიდან გამახსენდა. ეგონეზია ტექსტი სუსტია ლუკმა და არ მეყოფა. შევეცი ენემის დაზუკას ზემოთან. ეგ მაგარია. შენი პოზიტივი ღრუბლებს დება, ტრედი წერილს მოგიტანს ხვალე ასეთ გენიალურ ჰუკებს მარტო ზუკა ბადებს, ვეხარ უძლებს ჰუკებს, ხოჯობია უკან დადგეს, იმას სიტყვის რასაც მისი ტვინი უკარ ნახებს, მარა სადაც ტვინი პროსტა წნება უთამაშებს, ცulis ტვინი ხო მაინც გაქვს, მარა ეგეც არ გექნება, თორბი მოწმინდე, თორე აქ მოგვიწევს გათენება, თუ გადაწვა განათება, გადაღება და მთავრდება, დაღამდება, დიჩი გაბრაზდება, აქ რა ხდება, საქმის გადადება, აქ არ ხდება, განანებ და განახებ, რომ შენი არის განანება, ერთი ბარიკ, მარა განსხვავების გასაგება, ცუდი საქონელი შემომტენეს მიწევს გასაღება. ისე ამას მონკლერის ქურთუკი დააკვდება, ზუკა გავაფუჭი აღარ ვარ გადასადებად, ასე იცის ბერმა ლაპარაკმა ბოდიში დიასახლისებს, რომ მოუწევთ ამ ჩაჭმულის დალაგება, შენ ამ თონეს ვერასოდეს დაეწევი, სადაც გინდა დაიმალე სიმართლეს ვერ გაექცევი, დიჩი უკეთესი როგორ ვერ იპოვე, რატო ბეთლაობს იანგის ბათინკებზე აკრობილი კევი, უნდა და ბეთლი მიიღო ბეთლი, ეს არის მაგალელებელი თონეს ვერა, მარა ლაინის ბოლოში დავიდა ბეთლი. მაგარი ტექნიკა გავუშვა იმენ. შენი ბედის წერის პროცესი დასრულებული არის და დღეს დავსვამ ბოლო წერტილს. რა ტისტი დაკარგა PvP, და კაცმა ამდენი შესარჩევი დადო. საულ. ეიო! ბარებისკენ იყო, საფანჩლენი რო ბითიც იყო რა, ანუ და ბოლოში ტექნიკას გავუშვა, რა, შვენიერი რაუნდი იყო რა. და ძალიან მაგარი იუმორი აქვს. პირველი რაუნდი ტოპსი! კაციება მიტევს თან მაგ სიროფი და ბოლი, ჩაწერებზე სიროფდი და მივიღე ეს გოლი, ჩემი მენტოსია კოლაში გამიცხელე ჰოლი, შევალახლა ფორმაში საფში გაუშვი ტროლი, არც ულვაშები კი ხდება, არც კარტის დარიგება, ჩემთან ბეთლიზედ მეტია, აქვე დავდოთ გარიგება, უნდა დაუდახო სახირება, ტვინი მოწყნეს ნახირებმა, ზღაპრებმა და სამხილებმა, შენ წარმატებულობას ბარიაკლია, შენი ფუსის
ხეულივით უნდა ბარიატრია. გაქანდი ფიტი და სამიატრია ვიდი და რომ მოხვალიცი ზემოთ კარიაღია ულვაში ამ პეცი ქსოტყვი გრაინდი დაიწყოს ბისტრაკ საბოლოო ჯამში რაინდი დაიფრობს ნახეთ როგორ ცდილობს ყოველი ეს ლაინი გაიგოს ახლა მოყევითან კრაუდი კაიფობს შენს რომელიმე ძველი აი დოუბზე მინა ასეთი რაღაცა თქვა რა აკაპელაზე გამოჩენის მომენტიდანვე ბეთრი ხოვატოსთან მქონდა და წამოიღო აი კომენტარებში წერა და პირველი მეც დავინახე რა და მე კომენტარებშიც დავითანხმე ბევრს აი ძველი PvP-ს ვაიბი წამოიღო რაღაც აი ამოუხსნელი არის აი იქ რომ PvP იყო კი ეხა დღევანდელი PvP ისე იქ რომ აკაპელა იყო დღევანდელი აკაპელა უფრო დავარცხნილია ყველა მიცის რომ punchline და აი სიტყვების თამაში და თას რაღაც ესეთი რაღაცები იგებს და ამას მაგრამ მაშინ შედარებით ეგ ნაკლები იყო უფრო ანუ ეხ შედარებით და ხალხსაც უფრო ნაკლებად ესმოდა რაღაცები ხა დღეს უფრო ბევრმა დაამუღომა და რაღაცები უფრო ხოძე არიან მაგრამ მაშინ ეგ უფრო ნაკლებად იყო მაგრამ ეს დუხი ტრიალებდა რა მაშინ ძველ აკაპელაზე და აი შეიძლება დოუბს ვერ არის ისეთი ტოპ punchline-ები და რაღაცა რა აკაპელაზე მაგრამ აი ის ვაიბი წამოიღო რაც მაშინ იყო რა ანუ ვიდეოებში ვიდეო და რა ვაიბებიც მოდიოდა მაშინდელი PvP-დან ეს ახლოს რო ვიდეო და რაღაც ზაბავდა და რაღაც აი ეთყობოდა მაშინ ეგრევე ეთყობოდა რომ ძველი იქიდან არის რა მასეთი რაღაცა არც რაღაც პელეს ეთყობა რა ვიცი და რა ხო ხვდებით რა ტრეკი გამიპიარე ფაჩები შუბზე მოგასხი თავი გაიპრიალე დღემალზე რო ვიჭექი ეგ დაიტრიალე ზუსტად ჩემ ხელა ხარ ყლეო მაგ დროს სადიტრიალე მოგიტყან ძილის გუდა რეპერი კრაკენი ნიღაბი არ მჭირდება რაც შური უნდა მკრაკენი სადრაკენი ბიჭი ახლა ძალიან ყლეობა გარწტენი მცირედიც არ გააჩნია ამის არც გენი ჩემთან შენი დაჯახება ცუდი რენდომაიზერი რასაც ცდილობ გამიტρუხ და ისევ მეფობ კაიზერი ევექსში წადირებს ეს ამუდამო დაიცერი უფრო მეტად გაყლევებს ეს ნუ გონია ფაიზერი შენი დაჯახება ცუდი რენდომაიზერი რასაც ცდილობ გამიტρუხ და ისევ მეფობ კაიზერი ევექსში წადირებს ეს ამუდამო დაიცერი უფრო მეტად გაყლევებს ეს ნუ გონია ფაიზერი ვიღაც პიზდეცმა რომ გაგაპიზდეცა ამ დღისე და მომყან შენთან მიწევს ამის მტკიცება რომ დიდება უნდა მიიღონ დიდებმა შენი ხშობი ამ ნაფურთში რა წამში შენზე მეტად დიდება ყლეზე მკიდია რაც კი უნდა მითხრა მტკიდება და ქოლდი არის ხელში გაწევას მოუკლონ რიჩარდ რიდებმა ბარების აუქციონზე ხარ წააგოაკ შენმა ბიდებმა წინავდეთ იწავაგეთ დღეს მოუთხანი შენი სისტემა ანუ ბარები უფრო ნაკლები აქვს ვიდრე ვილეინს ქონდა ერთ დასაწყისში ქონდა რომ კარტის ჩეხავად მუშაობს როგორც ვიცით და ეს ულვაშებზე მაგრამ ალშე პროსტა უბეროს რა უნდა დაგანახო ფაქტები საუკეთესო რეპერი შენ პროქსიში ძვერ გახდები უმუშაო ბარჩან ზრევის გარდა თურას შვები სიროდენი დამარტყი მე ყლეზე ულვაშებით ხედავ ყველა მოვედით აქ საკუთარი აგურით ყლეების გაჩერებას გამოსდი შენათი სადგურით სახელოსნო ბარიდან გაგაჯმევინე პარკურით შარაუთი ტირამეს თითქოს ხოდი მაგ პარკული I'ma show you what to do, little nigga. I'ma show you what to do, little boy. Tu ჩემთან გინდა boy, შენ ხარ ბატფლაგი და თოი. ყველა სტრაქში ძრები, მაგრამ აქაც მოი. ბეჭზე ბოხზე და სომარი ნატრო შენ აქ ჯოი. სხვა გზა ნახე რომ მიხვიდე რაკიმთან. ატომები აფეთქდა და არ გეგონოს ხარკიმთან. ჯერ დაწერე ვერსი, რასაც ჩემ ლეველზე აიყვან. მე კიდევ წერე ის რითიც მაგ დღეს სოხუმშიც აგიყვან. ჩემთან შენი დაჯახება ცუდი რენდომაიზერი, რასაც ცდილობ გამიტρუხ და ისევ მეფობ კაიზერი. ევექსში დაგირებს ისევ who cares ეს ჰუკები რავი ჩემი აზრით ბეთლზე რავი ცოტა ისეთი არის თან ტექსტ გართმევს რა ტექსტის ადგილს სამუდამო დაიცერი უფრო მეტად გაყლევებს ეს ნუ გონია ფაიზერი ჩემთან შენი დაჯახება ცუდი რენდომაიზერი რასაც ცდილობ გამიტρუხ და ისევ მეფობ კაიზერი ევექსში წადირებს ეს სამუდამო დაიცერი უფრო მეტად გაყლევებს ეს ნუ გონია ფაიზერი ბოზო ოკეი მეორე პირველი რაუნდი რო შევაჯამოთ წაიღო ვილეინმა იმიტომ რომ უფრო მეტი ბარი ჰქონდა ოპონენტის მიმართულებით და ბოლოშიც სიგიჟეები მოაყოლა ჩემი აზრით ხო რა ანუ ჩემთვის რავი უფრო ვილეინმა გაასწორა რა არც დოუბზე არ იყო ცუდი თუმცა ოდნავ ვილეინი იყო უკეთესი პირველ რაუნდში ეხლა გადავიდეთ მეორეზე Ichi რა ოქნა 10000-ის საშუალება არ არის. ამაზე უკეთესი კიდე არავინ არ გამოჩნდა. არა, გოგოების გაწლიც ყوارი რაღაცა იქნება. და იმედა. გაირა თოუბსი ბიჭო, ერთი სულა და შენი მეფეა C4-ზე შენი დრო გაფრინდა შვილი. რამდენი წიდა, მახინჯე ფაქტები ეს სტილი არის ნამდვილი. მოყევი ნეტლი
შენი მეფეა C4-ზე, ეს ჭადრაკისა და მე გაფრინდაშვილი. Okay. ხაპარი იწოდე თადადი ჩემ გვერდით ამის ადგილი არ მინდა ეჭპილი ვეთლი დავიწყე და დამთავრდა ხმაროა მოვიღე გაწვიმდა სკილი დასველდი შენს დაშენამ წვიმაში ანძრევდი ხელს რა მაგარი შოუ დაგვიდგი რომ მიხვდი არ გამოგდიოდა აქ ურასაკეთებდო დიპეტს ატოს რაუნდმა თუ ტექსტი დაგავიწყა მაშინ ჩემი ვაფშე გადებილებს იყავი მიშკასთან კონსულტაციაზე თუ ტექსტი შენი დაგაწერინეს მაგალით ამასა დამიწერს ეს ზუკარი გენიოსი გადაგიწერს აუ რა ფლოუ შეუშვა შევიდა მაგარი არის ვერსებს დიჩემ რაღაცა მიწერა მაგრამ დღემდე არ უნახავს რადგან ის ტელეფონიდან არ კითხულობ ვერსებს ტექსტებს ამ ივენზე არ გამოვა და ელოდე შემდეგს დიდი იმედი ქონდა რომ რომელზე მეც გაივლიდა მაგრამ დოხტა მწვანე მილი გავატარე 16-ს მწვანე მილი მაგაზეც ხომ ეს ქონა ჩემამდე მწვანე მილი კია ზანგო მეთქი ვინც არის მწვანე მილი ფილმი არის მოკლედ რა და ასე შედა ნახავთ ყოიცი შესაკრებთა გადანაცვლებით მაინც არ იცვლება ჯამი ზუკა მაქსიმუმი დოუბზი ერთმა მიქარა და ამისთვის ისჭება 3 ესეც მაგარი იყო ზუკა ლეგენდა მიშკა მაიკი ბარკალა ფეშლაიფი და ნამდვილი გოუთი ისტორიად ამ საქმისთვის არის გაჩენილი გინდო და ყოფილიყავით ესეო მაგრამ მარტო სახელით არ ხარ დარჩენილი იზი ვინა ვინ გავს ვის ვინ კლავს ბიტს აი ძველი ვაიბი კიდე ძველი ვაიბი პროსტა ეხა მეგონა ზედმეტად უშლის ხელს მიცლავს ის იგებს ვიც ოპონენტს დაშლის ამ ამბავს სუდის უნიას დის ჩოწერას დის გავარარავის პაციფისტი დიჩივით გადაგეფის ოღონდ დღეს არა ნახვამდის და რამე ვერ გაიგე შენ თუ მოდი გაგარკვიო ამ აიფონებში მე ვარ ვერტუ ვერტუ რეკლამირებას რა უკეთებენ რაღაცა ნიანგის ტყავით გაკეთებული ტელეფონები როა ხო ხდებათ iPhone-ზე Samsung-ებს დაუგდებენ ნაგავი როა და რაღაცა ვერტუ ანუ შეკვეთებით რომ ამზადებენ ის ტელეფონი ყოველი პარი ხელით არის დაწერილი ჩავატარე სემინარი ღია გაკვეთილი განახეთ რო ამის სტილი არის გაწვეთილი ზუკა აგენტია ჯეორების ჩანერგილი ოცნება არავისი მარა ახდენილი სათამაშო თობი დატანილი ხოდა მოვედი ლაინები გადავატარო ადამიანი კაი გამტარია და გავატარო რასაცი დავამთავრო კაი გავატარო და თან flow ეს მაგარია როცა flow-ში გაქვს რაღაცეები იეთ გავაპაროთ უკეთესი არის უკანა გარიდან გავაპაროთ დავიდან არავის როგორ უნდა ეს ოუ იეთ გავაპაროთ უკეთესი არის უკანა გარიდან გავაპაროთ დავიდან არავის როგორ უნდა ეს ამას მოვუკეთილას აი ეს არის რა მაგარი მაგრად ჩალაგებული რითმები ასაც ქვია რა აი ჟღერადობა აქვს სპეციალურად აი ძალიან მაგარი რაღაცა არის რა მოსულა დღეს ნებისმიერ წელს ნებისმიერ თვეს ნებისმიერ დღეს ვერასდროს მომიგებ შეიგნე ეს ინები დაგავენ ამას რომ ნახავენ ნახე მე ქაუტიკა დამყავს სხვა დროში ჩემი პოეზია არტია მაგრამ ვერასოდეს ჩასვამენ ჩარჩოში ზუკარა გინდოდა რა ეს დაამუღამეს ჩარჩო არტი მაიტკივე თავი აუტკივარი ჩემთან ბეთლი არის შავის დროზე ადრე ჩაგდება მაგარი შარი ნუ ბილიარდის შავის ნადროა ჩაგდება აგებ თუ ჩააგდე რა იქ ხომ დაამუღამებით აუ რამდენს მოუგვიბდა BDM-ში საუბრ Let's go. მოკლედ უმაგრესი რაუნდი იყო თავისი ფლოუებით, თავის ტექნიკით და ბარებით და მოდი გადავიდეთ დოუბზე შევადაროთ. არსენალთან ერთად ყლე უნდა ჩამოდგეს. არ გაქვს ნუსკულის flow და you know some niggas but nigga just who you trying to take my level bitch screw you couldn't even win with it to you არ გაქვს ნუსკულის flow და you know some niggas but nigga just who you trying to take my level bitch screw you couldn't even win with it to you ისეთი ფუსია ჩეკმას მალავს და ცედრას სალოშებთან მოგება მოთხოვი ახლა პენტაგრამას ნაძვის ხესთან პაპაციკ შეგეცი ბოზო სადაც მე დავამას ჩემთან თამაშ საბაშ არი დარდო გაზლო სახელოს ნობარის შაბაშ პროქსიში გეძახიან და დაერეკე ვაშკაც დილივერი არ აქვს შენ დარიგებულ კარცაც მოთხანის რეპი რომ შემეცილე დილივერი არ აქვს შენ დარიგებულ კარცაც არა ხო თავიდან იმაზე აჭერდნენ ვილენს რო კურიერი იყო და მე კარტი რაც ისე ვერ არის აწყობილი ანუ რაღაც შეკურაკლია მაგრამ ერთი ის არის რომ დოუბზი არ გავს ვინმეს რა ძალიან ძველი რეპერია და სტილია აქვს თავის ეს არის კარგი პლიუს ის
ისრაში ჩემერკინები ვენომს არაშინებს ეგრე რკინები და რკენაზე გავიდეთ რას ირქინები რა ტრეპი ჩაიჯვი არიცირები აქ მოდი ხარიცი რომ დაიცინები სოკოსაც გაჭმევ და გაგიზრდინებით ვიცით რომ ხლე ხარ და წაიცვი გელი ზიმაბლუ ვერ ყინავს სცენას ვატირებ და იწყებს ვარსკვლავის დენას პლასტერსაც ვერ ისვრი ზიროცა ჭედავს ძიმენა პასივით სუნთქვას გიკეტავს გაჩერდი არიცირავს ბო მე ბიჭი ყველაფერი წერე რომ გამოდგეს ნიჩი მოკლები მცელობაში რომ მოკვდე რიჩი ბეცდა უნდა მოკლა მე ჯოკერიჩი პიუპიზე ფლოუს პარვა გინდო და აშის არჩევი ჩაწერა და 2 წელი გინდო და ასე იგი ბარები აქ უკვე რაღაც არის თუმცა ცოტა უკეთესად შეკვრა შეიძლებოდა რა ანუ ზიმაბლუზე უხსენეს ბევრჯერ რაღაცა მანც უხსენა ტრეკი არის რა ვილეინს თუ ვილეინი და კიდე PvP-ში შესარჩევები რამდენიმე ედო ამ კაცს და სამწუხაროდ არ აიყვანეს მაგრამ მაინც აქაც ჩვენებად უბეროს აიგონა რომ საბოლოოდ კარიერას იხო და ვინც აიყვანეს ფლოუს პარვა ყველა შეძე უკეთ გამოსდიოდა ტელეპათიურად მრთავიოდა ფლოუს პარვა იმათ შეიძლება არ ვიცი საბაშას თავის სტილი აქვს ანუ მაგრად უბეროს არ იპარავს ფლოუებს სელი მიარ და მიდია სისხლის დიოდა ჩემი ფლოუს ხალივით მიდიოდა რომ წიოდა როცა ჩემი დასლობები იქცევიან წიოდა აისა ხალხო რო ვიძახია ესე არ არის კი ბეთლია რა და დაბრალებები მოსულა მაგრამ რატომაც მე ვასება ხოლმე ცოტა ის სიმართლეზე აგებული ფანჩები აი კიდე მაგიტომ გონია რომ პირველი რაუნდი ტაჰაბანი წაიღო მოსკასთან და კამისთან იმიტომ რომ რაც ეწერათ რა უმეტესწილად სიმართლეზე იყო აგებული და იმათი რაღაცები დაბრალებული ტყუილები იყო რა აი ცოტა სიმართლისკენ ვიხრები ხოლმე ფანჩებში რა რომ ეს მართალია და მაგიტოა მაგარი უფრო რა ვიდრე რაღაცის დაბრალება აი როგორია ჩემი ხედვა რავი ესეთი არის რა მოკლედ შენსაც ერეკები ნუგად მორეკავ ჩემამდე ვერ მოხვალ სულ მარტო ყლე ხარ შენსაც ერეკები ნუგად მორეკავ ჩემამდე ვერ მოხვალ სულ მარტო ყლე ხარ რაც დარჩა დრო უნდა ჩავაჭირო ხონდრის კაც ფეხი რომ დავაჭირო ბეთლამდე ყველას ხოს არ მაგინო შეკეცი თუ უნდა გაგადიდო ყველაფრის პარვასაც მე მინუსი იყოს ფლოუს კი არ აქვს ჩატ GPT-ს კითხოს დაუდეთ წესი ვიცი სხვა რასაც ფიქრობს თვითონ ქვია ვილენის უჩუმად უნდა იყოს აკაპელაც არის ბაზრო შარვალი გიჭერს თავსაც ასეთ აბუჩენს თავს სიჩენს დაუწვავ კიჩენს ვეღარ ნახავ დაწიამის bitches shout out bitches musculi slow that you know some niggas but nigga just who you trying to take my level bitch screw you couldn't even deal with it to you argax musculi slow that you know some niggas but nigga just who you trying to take my level bitch screw you couldn't even win with it to you bitch ass nigga okay მეორე რაუნდი წაიღო ვილეინმა იმიტომ რომ უკეთესად აკეთებდა ბიტზე რაღაც ტექნიკურ მომენტებს გაცილებით და ბარებიც ჰქონდა უფრო მეტი. ამასაც ჰქონდა, თუმცა ისე ვერ არ ტყავდა რა, ანუ დემეიჯი ისეთი ვერ ჰქონდა. ერთი ვარიანტი მაქვს კიდე ვიცი რომ ამ ბეტს ჟიური არ ყავდა და დოუბზის ბეტლი ატოსთან რო ნახე ბარები ჰქონდა. ყველა ანუ რაც იბაზრა ბარები რასაც ქვია რა და არა პროსტა რაღაცა წყალი ლაინები რამდენიმე მნიშვნელობის მქონე ბარები ჰქონდა. და აქ აკლი ანუ ერთი ვარიანტია რომ როცა ჟიური არ არის ხოლმე ფიქრობ იყიდებენ ასე ვთქვათ აი ძალიან ცუდად გამოდის რა ამას რომ ამბობ მაგრამ მაქსიმუმ სარდებენ რა ხო და არ ვიცი მაგრამ რავი თუ თავის გამოჩენა გინდა მაქსიმუმ უნდა ჩადო რა ჩემი აზრით მაგრამ რავი რაც არის ეს არის რა მეორე რაუნდიც ამეთ როჟიურიც ყოფილიყო დიდი ალბათობით ვილეინს მისცემდა გადავიდეთ მესამე რაუნდს. მესამე რაუნდი ვილენი. ხო გასწავლეს უცხოს რო არ გამოვართვა კანფეტი ჰიპ-ჰოპისგან შორსკა როგორც სოფლის ტუალეტი დღეს არ არის პარასკევით 13 მაგრამ აზრია სოფლის ტუალეტი ავეცავ ქონდა ონლაინ ბეცე მაიცა სოფლის ტუალეტი ჩემი ტვიდან არის რეცხები პეთქი არ მოხდება კაი ამბები კამერები ფარული არ არის მაინც კაები დემოვედი რო გავუშვა ეს და ამის თანები გეგმა ბეზე გადადი სანამ გაიპარები მესამეზე არის ფიქრო ახარ დაიტანჯები ჩემ ნაწერებს რას გაუგებ შიგნით დაიკარგები არ ხარ MC სანამ რეპერობას დაიბრალებდი ცოტა მეტი გეფიქრა ალბათ რა რთულია როცა ერთხელ ცხოვრობ და იმ სიცოცხლეში ცუკად დაიბადები ბეთლემსები ასე რატო აკეთებენ ფანჩები არა მაგ მარა ბოლოს ვიტყვი ეს კითხვა მეც გამჩენია სხვათა შორის რა
აი ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვს ვილეინს რა. მაგის გაკეთება სკილი არის თუ რა არის ალუბოი გააკეთებს ალბათ რავი. აი ალუბოი თუ ვერა 100-დან 90 MC გააკეთებდა. ალბათ რავი ბიჭს უნდა მოუხდეს სადღაც სასწავლო მომენტში ეგ რო გააკეთო და რა იმიტომ გააკეთო რომ შეგიძლია აჩვენო. ბიჭს თუ არ უხდება აზრი არ აქვს. მათიც მაგ ავჩითე მაგარი flow არა დღეს უფრო ფრეში ვიდრე გუშინ ბენჯამინ ბატონი კარგი მткმელი ვარ მუდამინდა მე კარგი გამგონი ბევრი MC-ა მაგრამ რომელი არის ამ დონის როცა შენ ხელშია არც ისე სმარტი არის smartphone-ი ნახე რა მაგარი flow მოვიტანე მარა რა ვარ flows რამდენი სიტყვა twinda არც ერთი არაფერს არ ამბობს ასე არის მაშინ როცა წერა არ გამოგდის აი ეს არის ნამდვილი სკილი და რა ის ვიღაცა რო განახობს ლაპარაკობს და თანჩუმადარი არაფერს არ ამბობს თუმცა და ხარ მოემზადე რაღაც უნდა განახო მოვიდი და მარხე ნიმლა დონა მაგარი და ლოქა და მიდა აბოლე გავაგონე როპონეთი გავასტორე მე წავედი სამი ჯერი და მოხოლე ასე უნდა ფასტი შემდეგისთვის გაითვალისწინეთ რაღაც ისე გავასტორე მე წავედი სამი მოვიდი და მარხე ნიმლა დონა მაგარი აქ ცოტა შეიძლება ტექნიკური ხაროზე ქონა ვილეინს ანუ მაგარი მომენტი უნდა ყოფილიყო მეც სამქონე ეგეთი მომენტი ბეთლში აი კიდევ ვიყო ძალიან მაგარი flow ენის დაბმის გამო გამფუჭებია მიუხედავად იმისა რომ ჩანაწერი იყო აი იმდენჯერ ჩავწერე ყელი აღარ მივარგოდა ხოლმე და აი დავიკიდე რასაც აქვია რა და აქ კიდე ამას ხო ვერ გამოასწორებს ყველა ლაივში და ფიქრობ ენა დაევა მაგრამ ასე უნდა ფასტი შემდეგისთვის გაითვალისწინეთ რაღაც ისე ვერ წავიდა მიდი თავი დაიძრინე რაღაც ისე ვერ წავიდა თავისთვისაც ანუ თვითონაც ვერ წაიღო რაღაც დასაწყისში და ვერ გავიგე ანუ ეს ხადაობით გააკეთა ეს რომ რაღაცნაირად წაიკითხა თავიდან თუ მართლა თვითონ შეეშალა ანუ ვეღარ დავაბუღამე ეგ მე რა და მოხვედი თავი დაიმცირე დროა ჰიდროელექტროსადგური დაიყვირე მესამე რაუნდი ქუჩი ჩაქვსვი გაგაქრე გავიფორმე ჰეტრიკი რითი გინდა მოგება პანჩით ფლოუთი ტექნიკით მანდვე დარჩი სადაც ხარ ვერ მომიგებ რეპლიკით ორიგინალი MC ბარებითა და ლექსიკით გაგიტარე პანჩები და გაგიტანე გოლები გაგედონა ხრეტები გაგივიდა ჰოლანდი ვერ მოუგე ბომბარდირს ბომბავს ახლა არის მომენტი და ფეხბურთელის ბარებ ჰოლანდი მოვედი რადგან ძალიან მომრავლდი თუ გაქთავი უმართავი უჟანგავი ფოლადი ჩაგეძინა და ამიტომ ჩაგეძირა ხომალდი როგორც ვავი მოვარდი და გეშალა ტივი არ გატყვინი შენი IQ 6-7 რო გეპოვა ჯინი შენი სამი სურვილი იქნებოდა მინდა ვგავდე იანგ მაიქს მიშკას და ბარკალას კი ხდება რა იქნება პანჩები რო გადათვალა მიხვდა რომ დღეს უწევს დარჩენა და ქალთან აბარა აი კარგი რაუნდი იყო. ცოტა აი მეორე იყო ალბათ უფრო მაგარი. აი ყველაზე მაგარი მეორე ჰქონდა. ეს იყო რაღაც აი როგორც პირველი რაუნდი რა, ანუ მეორე ყველას მირჩევია ვილეინის 3-3-დან. თუმცა ესაც კარგი რაუნდი იყო. ბარები იყო, შედარებით ნაკლები. და რავი, ტექნიკაც რავი ხოძე იყო რა, როგორც ბითიც იყო იმის საშუალება. გააკეთა რა, კარგი რაუნდი იყო. გადავიდეთ ახლა დაუბზი და შევადარებ. ვილენის ბეთლის სპონსორია ბებია, მაგრამ ჩემთან წააგებეს როგორც სოფო ბედია. ვილენის ბეთლის სპონსორია ბებია, მაგრამ ჩემთან წააგებეს როგორც სოფო. ვინც არიცით, ვილენის აქვს თავისი ბეთლის რეაქტი, სადაც ენერგეტიკულს მონსტერს იღებს და ჩემი სპონსორია ბებია და მე გადაება მაღაზია ახლა. გადადით ნახეთ იმის რეაქტის გადაობა არის. ბედია. Crazy versi როგორც ბოკე, ასად არ თქო დღეს რომ ჩემი ყვერები შენ ლოკე, ალფა ბეტა გამა სამივე რა. ბოკე crazy versi, ანუ crazy ბოკე ის გამას მებრძოლი რო არის რა. ჩი ფლოუთი დავნოკე სანამ ჩემზე ლაინს დაწერ ბოზო ტრაკი გაატოკე. ასა კითხარ თანატოლი ცხოვრებაში მიასედი, როგორ თქვა რომ მევასები მიასედი, შენთვის ახლავს ღიასედი, სამწუხაროდ საფლექსაოდ ვერ გაგხედი ანგარიშსაც თანატოდ ვერ ავსებდი ნა. Betrepperma მთხოვა ინფო გამიცვალეო რაუნდები გინებებისგანაც დამიცალეო მაიკ დროფის ვერსია კაპელად წერე მალეო თან შენი გოგო კიო და ნუ რეპავ დავიღალეო ცხვირბამბლაზე საწერიც კი ბევრია ორიელა მბორიელა ჭამა ჩემი ჯერია რობოტად გადავიკეცი ეს შტერია ფერია ჩარტებითი უნდა დავიბრუნო დღეს იმპერია გეტყვი როგორც ვესტელიზი არიცი იმპერია ეს ნაბოზარი ყველა ვიცი ტრეპისთვის რომ გერია ხიხინები გაიკეთე რეპერი შენ არაფერი გერია აგრომ მოხვედი ცხოვრება გერია
ბაგერია სადაც გითხრეს ყლე ხარო შენ თავი დააქნიე დღეს კი მოდი 10 ლარის ტრაკი გააგნიე სახელოსნოს რომ ვიტყვი შენ ბექი ჩაახვიე შავი ვარ თუ არა ეგ შენ ნიგერებთან გაარჩიე ფაქტი არაც უნდა წერო არაფერი კეთმის და შე პროცესიც არ გაგეგება შექმნის შენ თავს ეძახი ემსის მაგრამ შენით ვერ ხატავ ამ სტენსილს და სხვისი საღებავები შენ ვერ აღწერაკ ჩემს სინს ლაპარაკი გავაგზავნოთ სოდვებზე რეაქტები აღარ ქნა რომ საბოლოოდ მოგბეზრდე ლოცვა ისე დაიწყე რომ ყველასათვის მორჩეს დღე ღამე ყველა ვილენს მოწნავს ადითაოდ ნოტებზე ვილენის ბეთლის სპონსორია ბებია მაგრამ ჩემთან წააგებ ბარები არ არის რა პროსტა შევსებული არის და ისევ ჰუკი გაუშვა ეს როგორც სოფობედია ვერსებიდან ზვავი თითქოს ზიეგრისის ქედია დოქსის ნახტი დაბრუნება ყველა ბეთზე მეტია ეს გამოსყიდვა წითელიდან დედია ორი არის ეს ლეველი გავჭერი და ლენტია შენაირი რეპერების ზღვაში მართლა პლენტია დასახლების რუა შენთვის რეპი ძვირი რენტია უკვე ვერ გაგაცილება ჩემს სახელზე ჯენტია what's my name 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 ნუ დაიყვირე ძმა ის თვინახართ მან ეგ არის disrespect-ი პროსტა რა what's my name 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 king მადლობა bro გიჟე აშკარად სიტყოდა დაუბზიე და ეყვიოთ რა ჩემი აზრით და ცოტა ისეთი არა ვარ აკეთებინავი რა პონჩი შეიძლება ისეთ ძლიერი ვერსი ვერ ქონდეს მაგრამ აქტივისტებმა უნდა გამოხატო მაინც ჩემი აზრით დაუბზი მაქსიმუმი არ ჩადო აი ეს არის ჩემი აზრი იმიტომ რომ წინა ბეთლიდან გამომდინარე წერს ეს კაცი ბარებს რა მაგრამ თავისი გადაწყვეტილება იყო ეს და ვილეინმა ძალიან გაგვისწორა ეს ბეთლი ვილეინმა წამოწია სამაგიეროდ ვილეინს დაუფასდა ეს ანუ უფრო მეტად დაფასდება ხალხის თვალში იმიტომ რომ ბეთლი ასე ვთქვათ მოხოდა ეს ბეთლი არის ვილეინისა არა მარტო რაუნდები თლიანი ვიდეო რა ასწორებს ვილეინის რაუნდები დაუბზინ დააკლო იმედია მოიხოდება მოკლედ მეგობრებო დღეისათვის სულ ეს იყო თუ გინდათ დეტალური განხილვები ხოლმე და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და ტოვეთ კომენტარში თქვენი აზრი და აბა თქვენიც